სწორედ საოკუპაციო ზოლში მომხდარი გუშინდელი სიტყვიერი დაპირისპირების გამო ანდრო ბარნოვის დღევანდელი პრესკონფერენცია ლამის ჩაიშალა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დარბაზში ახალგაზრდული ცენტრის ორი წევრი შევიდა. ორგანიზაციის წევრებმა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი პოლიციის დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს და წინა ხელისუფლების დროს დაკარგული სოფლები გაახსენეს. ბარნოვის ემოციური გამოსვლა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტი. უფლებადამცველთა ნაწილი ქართულ სამართალდამცავთან დაპირისპირების გამო ბარნოვს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. წითელ უბანში მომხდარი გუშინდელი ინციდენტის გამო ექს-გუბერნატორი საყვადურებს მართველი გუნდიდანაც იღებს. ქეთი კარდავა მხარეთა პოზიციებით. ამერ შეხედეთ და უბრალოდ რა ამ ადამიანს რა შევხედეთ სირცხვილია სირცხვილი ეხა გუში რო ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ ეხა კამერების წინ უნდა კითხო მე შენ სად არის კოდორი სად არის 140 სოფელი ეკითხები უბრალოდ საიდან ის რუსის ჯარი რო დგას ეხლა აქ 30 ლინკა კითხვას გისმენ ლინკა აქ რამე საშუალება რო დაუმთავრო არის? არა, უბრალოდ აი მაინტერესებს. ეხლა ვერ გავიგე აქ რა ამბავია, ვერ გავიგე. რა, აი ცირკი ეს არის, რას მომივარდია? ჩემო კარგო. მოგივარდია აქ მეც ვიყავ ჩანიშული მქონდა უბრალოდ გავიგე რომ ამოხვედი და კითხვას გისო. აი კითხვას გისო. დაამთავრეთ ცირკი მართლა. ცირკი დაასრულეთ აქ. რა ცირკი დავასრულოთ? ითხარი დაასრულეთ ცირკი აქ. რეზერვიე. დაგჯდაკს, კამზე კაციგორია თავი. კითხვას გისმენ და კითხვას ზიხარ მაგითო მიგონია კაცი ხარ ხელაპარაკების შემდეგ საკონფერენციო ოთახიდან ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები დაცვის თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაიყვანეს. ანდრო ბარნოვმა კი პრესკონფერენცია გააგრძელა. ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ მას შეურაცხყოფა პოლიციელისთვის არ მიუყენებია. ყველაზე ეფექტური იარაღი ამ კონტროლისა იყო სწორედ სპეცრაზმი და სპეცრაზმები, რომლებიც საზღვრის მთელ პერიმეტრზე იყვნენ განლაგებულნი და რომლებიც ივანიშვილმა როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ მოხსნა იქიდან. ბარნოვის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათ განაცხადეს, რომ ის, რაც მათ საოკუპაციო ხაზთან ნახეს, ეს იყო პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის ამორალური საქციელი. ანდრო ბარნოვი პროვოცირებას ახდენდა რაღაცა ფაქტების და დამნაშავე იქნას უმკაცრესი ზომით დასჯილი. ეს არის მოწაფე, ესე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის, რომელიც იყო, ესე ვთქვათ, მეფე თუ რა დავარქვა ამას PR კამპანიებში. დღეს კომენტარი თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. როდესაც ის საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ არის ყველაზე მეტი პატრიოტი და ყველაზე უფრო აწუხებს დროშის აღების ფაქტი და მეორეს მხრივ იმ ადამიანს და იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ამ ტერიტორიას და მოქალაქეების უსაფრთხოებას მიაყენა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, სხვათა შორის ეს იყო პოლიციელი, რომელიც თვითონ იბრძოდა აგვისტოს ომის დროს, შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ბარნოვის მხრიდან სამართალ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. უმრავლესობის წევრებისთვის კი, როგორც თავად ამბობენ, PR აქციები, რომლებმაც შესაძლოა ადგილზე სიტუაცია დაძაბოს, მიუღებელია. პოლიციის ყველა თანამშრომელი არის პატრიოტი, ვინც იქ დგას, მთავარი პასუხისმგებელი აქ არის ხელისუფლება, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, მისი პაიკი და ხელის ბიჭი ღარიბაშვილი, რომელიც არ დგამენ ნაბიჯებს ქვეყნის დასაცავად. ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში ეს არის უზრდელობა, ეს არის გადამეტებული ამბიცია, თავის თავზე დიდი წარმოდგენა და უსაქციელობა. ეს გუშინ გადაღებული კადრებია საოკუპაციო ხაზთან ანდრო ბარნოვი მას შემდეგ მივიდა, რაც იქ საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს. სად არის? გეკითხებით, სად არის? თქვენ რას მიკეთებთ? აი ეს რა არის?